ნიკა გვარამია ქრონიკის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და სოციალურ ქსელში მისი ნათქვამის ახსნას ცდილობს. სალომე სამადაშვილი კი ქრონიკასთან კომენტარზე უარს ამბობს. სოფო ბერიძე მუშაობს თემაზე და პოლიტიკურ შეფასებებს გაგვაცნობს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით ნიკა გვარამია ირწმუნება, რომ აფხაზეთის ომის გარეშე დაბრუნების მისი ხედვა არ გულისხმობს აფხაზეთის რუსეთისთვის ჩაბარებას. გვარამია თავის მართლებას ცდილობს ამავე კონტექსტში ნიკოლ ფაშინიანთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებების თაობაზე და ამ შემთხვევაში ცდილობს დააგვარწმუნოს, რომ ამ განცხადებებისას მას პარალელი აფხაზეთთან არ გაუვლია. ქართველი ერს არც ომი უნდა და თან აფხაზეთის დაბრუნებაც უნდა და პოლიტიკოსის ამოცანა ის ორი რამ გაერთიანოს და ისე იპოვნოს გამოსავალი. მე ამ საკითხშიც და სხვა ფუნდამენტურ საკითხებშიც პოლიტიკოსის ფუნქცია სწორედ ეს მგონია. თან ამოცანა დასახოს, თან ხალხის აზრი გაითვალისწინოს და ბოლოს ასე გადაჭრას პრობლემა. პოლიტიკოსის ხელოვნება ამაშია. ქალბატონ სალომე, გამარჯობა. გამარჯობა. იმედიდან გირეკავთ. იმედს მე არ ვაწერებით, ხულოდ მირეკავთ. ხელისუფლება ოპოზიციის მიერ აფხაზეთის ტრამვულ მეხსიერებად მოხსენიებას და ყარაბაღის დათმობის მაგალითის მოყვანას უსამშობლოობის კლასიკურ მაგალითს უწოდებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა როგორც წარსულში, ისე აწმყოში ებრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქართულ ოცნებაში აცხადებენ იმასაც, რომ აფხაზეთი ტრამვული მეხსიერება კი არა, ჩვენი სამშობლოს ნაწილია და ყარაბაღთან რაიმე ტიპის პარალელების გავლება დაუშვებელია. მოვისმენთ მოღალატეობრივი და ანტიქართული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ესე იგი ამ პრობლემის და გამოწვევის დაძლევა შეუძლებელია და კიდევ უფრო მტრული და მოღალატეობრივი იყო ნარატივი, როდესაც საუბრობდნენ იმაზე, რომ ესე იგი აფხაზებისთვის საქართველო კიდევ უფრო საშიშია ვიდრე დღეს რუსეთი. ვერ წარმომიდგენია, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როდესაც ამ ტიპის შედარებებს აკეთებ. რატომ უნდა შემოიტანო ფაშინიანის кейსი, ფაშინიანის აღფრთოვანება იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც თითოეული ქართველისთვის არის ძვირფასი. აგენტის ბედი ასეთია. დავალება არის წამოსული და ნელ-ნელა ცდილობენ, რომ საზოგადოებას შეაპარონ აღნიშნული მესიჯი, რომ ჩვენც უნდა დავთმოთ აღნიშნული ტერიტორიები. ეს არის ძალიან მძიმე, ეს არის მოღალატეობრივი, მტრული განცხადებები და ცდილობა იმისა, რომ ისტორია დაამახინჯოს. ეს არის მიზანმიმართული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. იმიტომ რომ პირველი ეს არის ისტორიის შეგნებული გაყალბება, როდესაც ყარაბაღთან აკეთებენ ასოცირებას, ამით ფაქტობრივად საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თურმე საქართველომ მოახდინა რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის აფხაზეთის ოკუპაცია, რომ თურმე ჩვენ ვართ ოკუპანტები და თურმე აფხაზეთი არის რუსეთი. და მეორე, ეს არის ანტიქართული და უფრო მეტიც ანტიევროპული განცხადება, იმიტომ რომ ამით საზოგადოებას აჩვევენ იმას, რომ შენ თუ გინდა დასავლეთისკენ სვლა, თუ გინდა რომ იქ ხალიჩები დაგიგონ, ხელი ჩამოგართვან, შენ უნდა დაივიწყო აფხაზეთი, შენი ოკუპირებული რეგიონები უნდა დაივიწყო და საერთოდ უნდა ჩააბარო ისტორიას. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უსამშობლოთა გაერთიანებაა კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული საფუძველი და ნიკა გვარამიას ეს განცხადება ზუსტად უსამშობლოების კლასიკური მაგალითია, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ, შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ, შენი ქვეყნის ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო და ეს გავს გარედან მიღებულ პირდაპირ დავალებას, რომ პატრონები ცდილობენ როგორმე გატესტონ ახალი ნარატივი, თითქოს ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორია ეს არის ჩვენთვის რაღაც ისეთი ტვირთი, რომელიც აუცილებლად მოსაშორებელია და სად უნდა მოშორდეს თუ არა ისევ და ისევ ოკუპანტ ქვეყანასთან. დასაწყისი არის ბარამიძის განცხადება, თითქოს ქართველები ჩადიოდნენ ომის დანაშაულებს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და მოღალატეობრივი განცხადება. შემდეგ ამ ყველაფერს აყვა მათი გაგრძელება არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახით. კოლექტიური ნაცმოძრაობა, როგორც წარსულში, ისე აწყოშიც ებრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.
ნიკა გვარამიას მიერ ფორმულას ეთერში გაკეთებულ განცხადებას უკვე იწონებენ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი, მაგალითად სოციალური საამართლიანობის ცენტრის დირექტორმა დაწერა, რომ გვარამიამ საზოგადოებას კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა შესთავაზა.